გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. დარწმუნებული ვართ, რომ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ეს ირაკლი ღარიბაშვილია, პარტიის მდივანი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი, რომელმაც დღეს პრეზენტაცია გააკეთა მედიის წინაშე შუალედურ არჩევნებში მონაწილეთა კანდიდატების. ლადო კახაძე უალტერნატივო კანდიდატია, ის გაამდიდრებს პარლამენტს, ამბობს ანრი ოხანაშვილი. როგორც ჩანს, სიტყვა გაამდიდრებს არის სწორედ ამ გუნდის მიერ შერჩეული სიტყვა ლადო კახაძესთან მიმართებაში, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძეც პარლამენტის თავმჯდომარეც მსგავს რამეს ამბობს, რომ ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს. ზაქარია ქუცნაშვილი, ანუ გუნდის წევრების განწყობა და განმარტებები როგორია, ამას გიყვებით. ზაქარია ქუცნაშვილიც ამბობს, რომ ლადო კახაძის დამსახურება თბილისისა და მთაწმინდელების წინაშე იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება. ლადო კახაძე არის ჩვენი სტუმარი, ის ქართულ ოცნებას წარმოადგენს მთაწმინდაზე და იბრძოლებს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის. ბატონო ლადო, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. იქნებ გითხრათ პირველ რიგში, როგორ მოხდა თქვენი დაყოლიება ან შეთავაზება? ეს დეტალები საინტერესო იქნება, ვფიქრობ, მაყურებლისთვის, ვისი მოყოლად შესაძლებელია, რომ მოგვიყევთ, როგორ აღმოჩნდით იმ როლში, რომელშიც ხართ დღეს. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, პირადად თქვენ, ჩემო ძვირფასო და თქვენ მსმენელ მაყურებელს. დიდი მადლობა, ხა კომენტარები გავიგონე და ვადობთ ყველას ამ ვინ როგორ გაიმლო გულში, ვინ რა გაიფიქრა, ყველას მინდა წინასწარ მოვეფერო, მადლობა უთხრა და იმედიანი ხვალინდელი დღე გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს. ეხლა ეს ისეთი დეტალებია, რომ საჯაროდ ამაზე ასეთ ფორმატში არ ლაპარაკობენ. ძალიან საინტერესო შეთავაზება იყო იმ გაგებით, რომ ჩვენი ურთიერთობის ეს ფორმა მხარდაჭერილი ოცნების მხრიდან ადამიანი, რომელსაც ოცნების მიმართ სიმპათია აქვს და ოცნების მიმართ იმედი აქვს და ოცნების მიმართ ნდობა აქვს, აი ეს ფორმა იყო შეჯერებული და გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი ერთად გადაგვედგა ოცნებასთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ხვალინდელი დღის იმედი აქვს და ხვალინდელ დღეს ეგებება ბრძოლით, ეგებება შემართებით და ფიქრობს იმას, რომ ადამიანს როცა მოწადინება აქვს, ყოველი წინააღმდეგობის დაძლევა შეიძლება, გამოსწორება შეიძლება და ამას გარკვეული დროის მერე აუცილებლად მივახცევთ ერთად. ბატონო ლადო, როგორც მივხვდით, თქვენ სხვა დონეზე გქონდათ შეთავაზება და შეთანხმება და პარტიის თავმჯდომარეს მხოლოდ დღეს შეხვდით, ასეთი შთაბეჭდილება დამჭა თქვენი კომენტარიდან, რომელიც მედიას მიეცით. ხო, ეს ვინ როგორ გაიგებს ისეა ლაპარაკი. თავარი ის არის, რომ იმ ოჯახში, სადაც მე აღმოჩნდი ახლა ოჯახის წევრად, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ არა ესე ერთი და ორი დღით, ვიცნობ მათ წარსულს, ვიცნობ მათ ოჯახის უფროს წევრებს და რასთავარია, იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრების დიდი ნაწილი მაქვს გამოვლილი, მე ვგულისხმობ მათ ოჯახის უფროს წევრებსაც და ახალგაზრდების დიდ ნაწილთან და მათ მიმართ ჩემი ნდობა სრულიად გამართლებულია ჩემს აქციელში. უფროსი წევრები ვისი ახსენეთ? მაგალითად ალბათ ირაკლი კობახიძის მამას გულისხმობთ, ანუ უცებ თვალი გადავავლე ვის უფროს თაობას? ბევრია. დიახ. ერთი და ორი არ არის, ბევრია და ზოგიერთი ისეთი იყო, როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა, აი მე მიწევდა იმ მათი მშობლებთან ურთიერთობა და ბევრი რამე მისავლია მაგათგან და ასეთი ადამიანების შვილები კარგი საქმის კეთებლები იქნებიან უცილობლად. შესაძლოა თქვენი პაციენტებიც ყოფილან. თქვენ ახლა სამედიცინო კაბინეტიდან იცით რაში? დიახ. ჩემო ძვირფასო დიანა, ჩემი პაციენტი ბევრი ყოფილა და მე ხო ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც შემახვედრა განგებამ, ჩვენი ურთიერთობა როგორიც იყო, ის არ შეუძლია გარემოებას და ყველა ადამიანს, რომელსაც მე დავჭირები ვარ, მას უარს ვერასოდეს ვერ ვეთქვი და არც ერთ ადამიანს ჩემთვის უარი არ უთქვამს, თუ მე დამჭირებია ისინი. ამიტომ ჩვენ ერთიანობას, აბსოლუტურად ერთმთლიანობას ბზარი არ ქონია. პატარა შეიძლება რაღაცა წინააღმდეგობრივი ურთიერთობები ადამიანები ვარ და რაღაცა ხდება, მაგრამ არავის გულში არასოდეს
დიდი ტკივილი არ მიდევს და შეიძლება ვიღაცას კი უდევს შენს მიმართ ტკივილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ტკივილიც ადვილად გავხობადია, იმიტომ რომ ჩვენი პირადი ურთიერთობები არასოდეს ძაფრი და დაძაბული არ ყოფილა არავის. ბატონ ლადო, თქვენი ბიოგრაფია გავრცელა პარტიამ ყველა კანდიდატის, რომელიც დღეს წარუდგინეს და აი გადავხედეთ დაახლოებით 2 გვერდზია, სადაც მხოლოდ თქვენი სამედიცინო კუთხით ბიოგრაფია აღწერილი, ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, სამედიცინო ფირმა ოჯახი და ქორწინება, სამედიცინო ფირმა ლაფორტუნადო, სადაზღვევო კომპანია ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია, სამედიცინო კლინიკა მზერა, ბიოლოგიის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მწერალთა კავშირის წევრი, მოკეთ არაფერია ნათქვამი თქვენს პოლიტიკურ წარსულზე, არადა თქვენ საკანონმდებლო ორგანოს წევრობისთვის ემზადებით. ფიქრობთ თუ არა, რომ მხოლოდ სამედიცინო სფეროს მიღწევები საკმარისია ამისთვის? უღრმესი მადლობა ამ შეკითხვისთვის. 1998-2000 წლის პერიოდში მე გახდი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ძალიან საინტერესო დეპუტაციასთან 7 პარტია იყო წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო და კარგი ისტორიის მატარებელ ადამიანებთან ერთად და მართალია საკანონმდებლო ორგანო არ არის საკრებულო, ეს არის კანონქვემდებარე აქტების გამომცემელი ორგანო, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ამ ორგანოს მაშინ არსებობას და ამ ორგანოს დაფუძნებას დავესწარი და მონაწილე გახდით. გახდით საკრებულოთა ასოციაციის, საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის და მაშინ საკრებულო იყო 1031 არჩეული საქართველოს სინამდვილეში, ამ ასოციაციის პრეზიდენტი გახდით ერთ-ერთი პირველთაგანი და იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხებოდა სოფელ ნიჩბის იქიდან დაწყებული, დედაქალაქით დამთავრებული, ამ პრობლემატიკაში ჩახედვა მომიწია. მომიწია ურთიერთობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მომიწია იუსტიციის სამინისტროსთან, უნდა დაგვეცვა ჩვენი გადაწყვეტილებები. ჩვენ ჩატარებული გვაქვს, მე მაქვს ჩატარებული 58 ხტომა, აქედან 258 გადაწყვეტილება და 127 დადგენილება. ძალიან ბევრი ისეთია, რომელიც დღეს რეანიმირდა. ბევრი გადაწყვეტილება დღეს დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახე, რომელიც გარკვეულ შუალედში შესუსტა. და მე მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის რაც დღეს თბილის ასე რუდუნებით ევლება მერი და ის ადამიანები, რომელსაც თბილისი უნდა დაამგანონ და კარგადაც უნდა რომ დაამგანონ მოწინავე ქვეყნების ქალაქებს, აი მათმა ის ძველი კარგად ჩაიხედეს, ბევრმა რომელმაც არ ჩაიხედა, არ ვიცი, მაგრამ ვინც ჩაიხედეს, ნახეს რომ კარგი მიგნება იყო და დღეს ეს რეანიმირდა სრულად. მოხარული ვარ ამის. ამიტომ ეს გამოცდილებაც არსებობს. ალბათ იმ არ ვიცი ბიოგრაფიაში შესაძლოა არ მახსოვს, მე სადღაც მჭირდებოდა ალბათ სამედიცინო ბიოგრაფია და ეს მონაცემია. ასე რომ რამოდენიმე წლის წინაც იყო ასეთი, იცით, ადამიანი გარკვეულწილად თავისი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრ საქმეს ეხება და განგებამ, გარემოებამ და მეგობართა წრემ და საზოგადოებამ გამძლეებს მე უფროსთაობას მიმართავ, ჩემმა თაობამ და ახალგაზრდებს, რომლებიც მედნენ ბევრჯერ მომიწია აი ამ საკანონმდებლო სივრცეში ურთიერთობის ფორმა. აქტიურად გადაცემებში მონაწილეობა გახსოვთ თქვენ, როცა იყო ბევრი საკითხები, რომელიც ნორმატიული აქტის სახე უნდა მიეღო, აქ ჩემი აზრი დამიფიქსირებია და არ მომრიდები ამ აზრის დაფიქსირების. ასე რომ ასევე ბიოგრაფიაში არ წერია, რომ თქვენ ერთხელ გქონდათ მსწელობა მთაწმინდის მაჟორიტარი გამხდარიყავით პაატა ბურჭულაძის პარტიიდან. თქვენ როგორ აღიქვამთ იმ პერიოდს, რა გაკავშირებდათ მაშინ ბურჭულაძესთან, დღეს ივანიშვილთან, იმიტომ რომ ისინი დღეს არ არიან ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი ლიდერები. და საერთოდ ბატონი პაატა აღარც არის პოლიტიკაში, მაგრამ როცა იყო მათ არ ქონდათ ეს თქვა. გისმენთ. დიახ. მე ვახსენე ახლა თქვი ზუსტად პოლიტიკური წარსული, მე მარტო საკრებულოში არ შემოვისაზღვრე, მე თქვი რამოდენიმე წლის წინაც იყო ასეთი ცდელობები მეთქი, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ის წარუმატებლობა მე წარუმატებლად არ ჩამითვლია, რატომ ეხლავე გეტყვით, ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვა მაშინ და დღეს რო ქალბატონი სალომემ საქართველოს პრეზიდენტია და იმ საერთო ოცნებისა და ნატოს ამსრულებელია, რაც გაწყვეტილი კავშირის ისტორიული საქართველოს ისტორიული გაწყვეტილი კავშირის მსახურებას ეწევა, ესეც ამ პლუსებში ჩამეთვლება.
ბატონო, თქვენ მაშინ პერსონალურად კი არ დამარცხდით, არამედ ბურჭულაძე დამარცხდა და ახლა თქვენს გვერდით ივანიშვილის პარტიის ყოფნა ეს უფრო იმედიანად განგაწყობთ ამ არჩევნების მიმართ? ანუ მაშინდელ მარცხს დღევანდელი, ვთქვათ, დღეს ხომ ალბათ გამარჯვების პერსპექტივით შედიხართ ამ არჩევნებში. აი, რა განაპირობებს, იმიტომ რომ მაშინაც ლადო კახაძე იყო, ახლაც ლადო კახაძეა. ვერ გეტყვით, ეხლა თქვენ ეს თქვენ მსმენელმა მაყურებელმა განსაჯეთ, თქვენ ჟურნალისტებმა განსაჯეთ, მე მაგალითად დიდად მოხარული ვარ, რომ იმ ძალასთან ვასოცირდები ამ წუთას, რომელსაც ჩემთვის როგორც ექიმისათვის და როგორც სამედიცინო სფეროსათვის, როგორც პაციენტებისათვის ან როგორც პოტენციური პაციენტებისათვის, დაავადებული ადამიანებისათვის, იმედგადაწვრილი ადამიანებისათვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. და მე მიხარია, რომ მე თეთრი ხალათით პასუხობთ ეხლა ამ წუთას იმ დაწესებულებიდან, სადაც ადამიანები ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და იმ ადამიანებმა, ვინც პირველად რაც გადაწყვიტეს, ეს იყო სამედიცინო სფეროს ადამიანების ხარჯში დგომა. ძალიან დიდი საქმის გაწევა, მე ეხლა მაგალითად ამას ძალიან მივესალმები და ვთვლი პატივად, რომ მეც მოვიხსენიები ეხლა ამ გუნდის წევრად. ბატონო, თქვენთვის დღეს ქართული ოცნება მოკეთ არის ის პარტია, როგორც მიზიდულობის ცენტრი, რომელ პარტიაშიც, რომელ ოჯახშიც, როგორც თქვენ თქვით, ყოფნა დღეს არის საპატიო. თქვენ ასე აღიქვამთ დღეს ხელისუფლებას, იმიტომ რომ შეიძლება სულ არ არის სწორი ანალოგია, მაგრამ ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ოცნება დატოვა, ასეთი რამ თქვა, რომ აი რაღაც მეზობლები უკეთესად მესალმებიანო. თქვენ ფიქრობთ, რომ პირიქით დღეს საამაყოა ამ პარტიის წევრობა? სიმართლე გითხრათ, აი იმ წუთიდან როგორც კი გაჟღერდა ეს ამბავი, არ გაჩერებულა ტელეფონი, არ გაჩერებულა Facebook-ზე მოკითხვა, არ გაჩერებულა და ეს მოკითხვა მოლოცვა არ იყო. მამად იქ ყველაში ეწერა, სადაც დაგჭირდეთ იქ ვიქნები. დაგჭირდეო ესე არ იყო, სადაც დაგჭირდეთ გესმის საშია საქმე. ეხლა როგორ ვთქვა მე ეს ერთი ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც მანიჭებს. თქვენ ბრძანეთ რომ რაღაც სხვადასხვა შეხედულება, დიახ ესე უნდა იყოს, სხვადასხვა შეხედულება უნდა იყოს. ღმერთმა დაგვიფაროს იყოს ერთი შეხედულება. ასეთი გავიარეთ ჩვენ დიდი ხნის წინ და ეს არ იყო კარგი. აქ უნდა იყოს სხვადასხვა შეხედულება, უნდა იყოს სხვადასხვა აქტორები. დიახაც მუდმივ ცვალებადობაშია და მუდმივ შევსებაშია, მუდმივ განახლებაშია ხვალინდელი დღის სწრაფვა. დიახაც ძალიან კარგია რომ საერთო გამოცდილებას პოულობთ, რაღაცებში ერთმანეთს ვეთანხმებით. მე ხდება ამისი ამ ენერგიის ტრანსფორმირება, მაგრამ ის ენერგია აქედან დაწყებული ენერგია და ყოველთვის მაინც დედა ენერგიას გამოადგება. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? რომ თქვენს როგორც ყველაზე დიდ მაკონტროლებლებს, მე ჟურნალისტებს მოგმართათ, რომელიც მე ძალიან მაღლა მყევხართ აყვანილი, იმიტომ თქვენი არსებობა განაპირობებს ჩვენს კარგად ყოფნას, ანუ ჩვენს სწორ მოქცევას, ჩვენ წესიერ მოქცევას, ჩვენ პატიოსან მოქცევას, ჩვენს უმციკლოების გარანტი თქვენ ბრძანდებით და შალაშინი. ამიტომ ეს ყველაფერი, როდესაც ხდება ძალდატანების გარეშე შეიძლება კი არის ხახუნი ეს ადვილად არ ხდება როდესაც ადამიანებს რაღაცა ერთმანეთში ბოლომდე მოუგვარებელი აქვს მაგრამ დაარწმუნებული ვარ რომ ყველა შემთხვევაში ეხლა ავადობა რო შემოიჭრება ადამიანის ორგანიზმში ადამიანი თვითონ ტრანსფორმირდება და ის ადამიანი ცუდი გონია როგორც კი დაავადება დატოვებს ამ ადამიანის სხეულს ის უბრუნდება თავის პირადა სახეს ამიტომ არის ავადობის ინკუბაციური პერიოდი მე გამოვლენა მაგრამ გამოჯამთელება ყველაზე მთავარი პერიოდია ეხლა ოცნება. ბატონო, აი სამედიცინო ენაზე რომ თქვათ, ეხლა რა პერიოდია? რა ეტაპზეა? ოცნებას გამოსამჯანთებელი პირდაპირ მნიშვნელობით არაფერი არ აქვს, ისინი მყარად განან ფეხზე, რაც მართალია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არსებობს ფაქტორები, რომელსაც ზემოდან გარეზე მოქმედების მეოხებით უნდა რაღაცა დაარღვიონ მთლიანობა, რომელსაც მე ამ დაარღვეულ მთლიანობაში შეიძლება რაღაცა ინვაზია მოხდეს რომელიმე პათოლოგიის. ამისათვის მზად არიან, იმუნური სისტემა ძლიერი აქვს. მე ხა ახალგაზრდებს ვისწრებ ძალიან მოდომებულს და ძველ გაზრდებს, რომელსაც მე დიდ პატივს და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს ძალიან დიდი ამ ცხოვრებაში გამოვლილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ჯანმრთელად ყოფნა სხვისთვის საზიანო არ იქნება არასოდეს. გასაგებია, ბოლო კითხვა მაქვს თქვენს ოპონენტებზე, კონკურენტებზე რა სიტყვით, იმიტომ რომ თქვენ მათ უნდა მოუგოთ ამ არჩევნებში, ასეთი ამოცანა პარტიის და ზოგადად ამ ბრძოლაში შესვლაც ალბათ ამ პერსპექტივას გულისხმობს.
უდიდეს პატივს თითოეულ მათთაგანს. არა მარტო ასე დისტანციურად მათ ხელი ჩამორთმევი და მხარის მიდები და ასეთი ურთიერთობა მაქვს და ვერავითარ შემთხვევაში ჩემ თავში ვერც კი წარმოვიდგენ რომ მათზე რამე ძვირი წამომწდეს. ეს ჩემი პოზიცია არ არის და არც მათი იმათაც აქვს ეს საკმაოდ მაღალი ჩამოყალიბებული გახედნილი გაშალაშინებული ინტელექტი რომელთაც ისინი მსახურებენ და დარწმუნებული ვარ მათი თავი მე რომ დამჭირდეს ისინი მე დამეხმარებიან ისევე იცოდნენ რომ მათ თუ ჩემი თავი დაჭირდა ყოველთვის დავეხმარები თავარი ის არის რომ ჩვენ ამ ჭიდილში გამოვადნოთ ის აზრი რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის იმ კონკრეტული ამ შემთხვევაში იმ რაიონისათვის მაგრამ ეს რაიონი ხო თელის ნაწილია და მთელზე არსებული პრობლემატიკა ამ რაიონზე მის ნაწილზე აისახება ამ ნაწილში არსებული პრობლემატიკის განზოგადება მისი რეცეპტურის დამზადება მისი დიაგნოზის დასმა დიფერენციალური დიაგნოზის ამ ადამიანთან ერთად საამაყო და კარგია ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია დიდი მადლობა ლადო კახაძეს იმისთვის რომ ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა მე მას დავემშვიდობები ის ქართული ოცნების სახელით თაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ამ ბრძოლაში წარმომადგენელი ყავს პარტიას რომლის ერთ-ერთი ლიდერი იქნება ახლა ჩვენი სტუმარი გიგა ბოკერია ბატონ გიგა მთავარი ოპონენტი ბუნებრივია არის მართველი გუნდის კანდიდატი ამ ბრძოლაში კანდიდატის დასახელებამ ეს კიდევ ერთხელ რამდენად ცხადყო თქვენთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის მე მგონი კანდიდატის დასახელება ფაქტორი არ ყოფილა აქ საკითხი დგას უფრო ჩემი აზრით უფრო გლობალურად ჩვენ გვჭირდება ჩვენ თელ საზოგადოებას ჩემი აზრით ზოგადად და კერძოდ თაწმინდის სამომრჩეველს პარლამენტში ფიგურა რომელსაც აქვს კაფეო ხედვა იმ პრობლემებზე რომელიც დღეს დგას და რომელიც დადგა მათ შორის ივანიშვილის გუნდის მავნებლური და საზიანო პოლიტიკის შედეგად და აქვს პოლიტიკური ნება და პრინციპები რომ ბოლომდე გაყვეს ამ საქმეს ყველა მიმართულებით იქნება ეს სასამართლოს დამოუკიდებლობა რეალური რეფორმები ამ მიმართულებით იქნება ეს ხელისუფლების შეზღუდვა კაც ჩარჩოში ჩასმა რათა საფრთხეთ არ იქცეს ხელისუფლება კვლავ ეფექტური იყოს მაგრამ არა სახიფათო მცირე ზომის სახელმწიფო რო ის ჩვენ ცხოვრებაში არ ერეოდეს იქსაც მის საქმე არ არის იქნება ეს გადასახადები გასაგებია ეს უკვე პარლამენტში მოხვედრის შემდეგ სამოქალაქო თავისუფლები ასეთი კანდიდატურა არის შალვა შალგულიძე. ამიტომ ახლა ქართული ოცნებიდან ახლა ბატონი კახაძე გამოირჩევა იმით, რომ არ გავს ქართული ოცნების მთავარ გზავნილში არ ჯდება ამ აგრესიის და სიძულვილის. ზოგადად ეს კარგია. მაგრამ იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენ საზოგადოებას გვჭირდება პარლამენტში და რაც ჭირდება თაწმინდელებს, ანუ ხმა, რომელსაც აქვს უნარი, რომ პოლიტიკური კურსი გაატაროს, მათი ინტერესები დაიცვას, იქნება ეს ლოკალური საკითხი, თქვათ, ნებისმიერ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, რაც თაწმინდელებს მნიშვნელოვანია. თუ ის დიდი საკითხები, რაც თავარია პარლამენტში. ხო, გასაგებია. გიგა, ორგვარი მიდგომა არის კანდიდატების შერჩევის დროს. რაღაც ადამიანები, რაღაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკური, თქვათ, წარსულის მქონე პოლიტიკური ლიდერები. ამ შემთხვევაში სხვა ტიპის არჩევანი გაქვთ თქვენ, სხვა ტიპის ქართულ ოცნებას თაწმინდაზე, ხომ ასეა? არა ქართულ ოცნებას არჩევანი აქვს ძალაუფლების შენარჩუნება და ნებისმიერ ხა როცა ასეთი თავისთავად ამ ტიპის კანდიდატურის წარმომადგენელი რომელიც მათი პოლიტიკური გუნდიდან არ არის ზოგადად ხო არის იმ კრიზისის დამადასტურებელი რაც ქართულ ოცნებას აქვს და ეხა ცდილობენ ალბათ შეეცდებიან რომ ის იმიჯი რაც ბატონ კახაძეს აქვს რომ ეს არის კეთილი ადამიანი ყველასთან კაი ურთიერთობა აქვს ამით გაზრდნა არ გამოვა ეს იმიტომ რომ პოლიტიკური გუნდებს ირჩევენ კონკრეტული ამოცანების შესრულებლად მოქალაქეებისთვის ამ თვალსაზრისით ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი პარლამენტში რომ მხოლოდ საქმეს გააფუჭებს ვინც არ უნდა იყოს ის ხო თუმცა უარეს კანდიდატურებით შეიძლება მოვიფიქრებინათ ბევრად ხო ბატონ კახაძეზე ყველა თვალსაზრისით ამ კომპლიმენტებს გავიძახ მის მიმართ რეალობას აღწერ რომ გადავხილოთ ეხლა რა ხალხი არის უმრავლესობაში ქართული ოცნებიდან ეს არავის არ ჭირდება დღეს ჩვენ გვჭირდება ცვლილებები ეს არის სრული ამომწურავი კონსენსუსია მოქალაქეებში რომ ეხა საითაც მიდის ქვეყანა და საითაც მიყავს ივანიშვილს და მის უმრავლესობას მათ შორის პარლამენტში და მის მთავრობას ეს არ არის ის რაც ჭირდება ქვეყანას ჭირდება თითოეულ მოქალაქეს და თაწმინდელ ამომრჩეველს კარგი გიგა ასე დავსვამ მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას კრიტიკული მასა თქვენი კონკურენტი ლადო კახაძეა თუ ქართული ოცნება იმიტომ რომ მაინც შეიძლება ეს სხვადასხვა იყოს გადაწყვეტილების მიღების დროს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი და ქართული ოცნება არის ჩვენი კონკურენტი, რომლებიც ბატონ კახაძე დაასახელეს თაწმინდაზე.
მაგრამ საერთო ჯამში ეს არის ივანიშვილის გუნდი და მისი კურსი და ხელისუფლება არის მართველი პარტიის კანდიდატი არის თქვენი კონკურენტი. აი ის ამბობს რომ მეცუც არავის არ ვიტყვი, აი ოპონირება რა რეჟიმში წავა. აი მაგალითად შალვა შავგულიძის წინააღმდეგ რაღაც აზრი გამოიკვეთა რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ ამას რომ აი არ ველოდით მის ალიანს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომლებიც დღეს ევროპულ საქართველოშიც არიან. დიახ, იცი რა გითხრათ, მე ზოგადად მივესალმები ტონს, რომელიც არ არის სავსე სიძულვილით და ღვარძლით პოლიტიკურით, ხო? რაც მაგრამ გიგი უგულავამ თქვა რომ ის დარზე ვენოკია კახაძის კანდიდატზე, ანუ ეს ამ ტონის გაგრძელება რამდენად არის ამ საფასურო? პოლიტიკურია. ნუ არ მგონია ნეტა ეგ ტონი იყოს, რაც ბატონმა გიგი მიხმარა ეხლა რომ პოლიტიკური შეფასება იყოს, რომ ვეღაცა არის უკვე პოლიტიკურად მკვდარი, აქ ხო რა ფიზიკურ სიკვდილზე არ არის ლაპარაკი. სიძულვილი რა არის? შეგიძლიათ გენახათ აი ცოტა ხნის წინ ქალბატონი წულუკინის გამოსვლაში, ან ეხლა დააბრუნეს, ესე იგი, მე ბაირახტრი ამისი ბატონი ღარიბაშვილი, ხო? ნანახი მაქვს. ბატონ გიგა მთელი საპარლამენტო გამოსვლა. ბატონ კახაძე, ასეთი არ არის რა თქმა უნდა. ბატონ კახაძე ასეთი არ არის, ზოგადად მე იმ ტონს რომ ერთმანეთის პერსონალური მტრები არა ვარ და არ გძულს მივესალმები, მაგრამ რაც შეეხება იმას, რაც ჭირდება საზოგადოებას და მთაწმუნ აუმშევლს, აქ პრობლემა არ იცვლება იმითი, რომ არააგრესიული კანდიდატი დააყენა ქართულმა ოცნებამ. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ფიგურები პარლამენტში, რომელსაც აქვს პოლიტიკური გამოცდილება, პოლიტიკური ხედვა და პრინციპები მყარი. არა პირადი ურთიერთობები, არა ჩახუტება, თავისთავად კარგი ურთიერთობის წინამდე კი არა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებში რაც უნდა მიიღონ დეპუტატებმა, ბიზნეს ივანიშვილის მიმართ ლოიალობა, მისი კეთილგანწყობა ფაქტორი არ უნდა იყოს. უმრავლესობისთვისაც კი, მაგრამ იქ მხოლოდ ამ ფაქტორით არიან ხო შეკრებილები და ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენ ევროპულ საქართველოს თავისუფალ დემოკრატებს კი არა, მთელ საზოგადოებას, რომელსაც აქვს შეხედულებები და კომპეტენცია, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ ჩიხიდან, როგორ წაიყვანოს წინ. ასეთი არის შალვა შავგულიძე და ამიტომ უჭერს ევროპული საქართველოს და თავისუფალ დემოკრატების ბლოკი მას მხარს. აქ ორი აზრი არ არსებობს. ეხლა შეეხება იმ აღშფოთებას და წუხილს, რაც გამოთქვეს ქართული ოცნების ლიდერებმა, მე ვფიქრობ, ეს ლოგიკურია, ისინი ამ არჩევანით, რომელიც გააკეთა ევროპულმა საქართველოსმა, თავისუფალ დემოკრატებმა, თავისთავად ამ ბლოკის შექმნის არჩევანით და ისეთი კანდიდატურის წინ წამოწევით, როგორც არის შალვა შავგულიძე, უნდა იყვნენ შეწუხებულები, იმიტომ რომ ეს არის მათთვის ყველაზე უფრო სახიფათო იმ ფორმულის დანგრევა, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს, ერთადერთი ფორმულის, რომ ჩვენ კი არ ვარ გივართ, რომ გადავთარგმნო მათი გზავნი, არც გამკეთებლები არა ვართ, მაგრამ აი სხვები არიან ისეთები, რომლებიც თქვენ გაგისწორდებიან. შალვა შავგულიძეზე რთულია. რადიაციული ეგრეთ წოდებული რაღაც რადიაციულ ტიპებად თქვენი წარმოჩენის ძალიან შევეცადე რომ გასაგებად ამეხსნა ეს ფორმულა დაანგრია შალვას მოსვლამ თქვენთან და ამიტომ ცდილობენ არა მარტო ჩვენი ზოგადად ეს ფორმულა საზოგადოების ესე დაყოფის და მათ შორის ტრადიციული საპროტესტო ამორჩევლისთვისაც ხო რომ თქვას რომ ივანიშვილთან აი აქეთაც მეორე მხარესაც მე არ ვიზიარებ რა თქმა უნდა ხელისუფლებას და ივანიშვილს ვანიჭებ სრულ პასუხისმგებლობას ამ სიზულის კლიმატის შექმნისთვის მაგრამ ამ კლიმატმა მეორე მხრიდანაც გამოიწვია ხო რადიკალიზაცია რომ არ შეიძლება აი ამ დაკავშირებით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან ხიდის აშენება რომ ეს თქო ველის ვერ დაგეთანხმებით მე ვთვლი რომ ამ სიზულვილის და მე ვერ დაგეთანხმებით მე ვთვლი რომ აქ ლიდერობს ყველა სტანდარტით ივანიშვილი და მისი გარემოცვა და მისი გუნდი და კლიმატზე ზოგადად ყოველთვის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი პირველ რიგში თუმცა მე გეთანხმებით რომ ყველა ერთად თქვით კლიმატს მაგრამ ქართული ოცნების და ივანიშვილის ნაირი წვლილი ამაში არის არ შეუტანია და ჩვენი ამოცანაა რომ ეს შევცვალოთ ყველა მხარისთვის და ბატონი შავგულიძის კანდიდატურა ევროპულ საქართველოსთან თავისუფალ დემოკრატებთან ერთად არის ერთის მხრივ მაგალითი აი ამ სქემის დანგრევის, რაც ივანიშვილმა შემოგთავაზა, რომ ცვლილებები კი საჭიროა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ხო იცით ესე დაზგიზავენ და შალვა შავგულიძეზე ამას გაკეთება ძალიან რთულია თუ შეუძლებელი არა და მე ვხვდები საპროტესტო ელექტორატისთვის, რომ ის ხალხი, ვინც საერთოდ ჯამში ვარდების რევოლუციის შემდგომ მემკვიდრეობას პლუს ნიშნით აფასებს, ბრმა კი არ არის პოლიტიკურად, ხედავდა დიდ ჩავარდნებს, დიდ შეცდომებს, დიდ მათ შორის დანაშაულებრივ შეცდომებს, რომ ჩვენ მოგვივიდა, მაგრამ ამავე დროს ძალიან კრიტიკული იყო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც თქვა ივანიშვილს დაუდგა გვერდში. მაგრამ უნდა გვესმოდეთ, რომ იქ ბევრი პატიოსანი ადამიანი იყო, რომელიც სამართლიანად გვაკრიტიკებდა მაშინ, რომელსაც ჰქონდა პრინციპები და ამიტომაც არ გაყვნენ ივანიშვილს. ასეთი მაგალითია შალვა შავგულიძე და ამიტომ არის პოლიტიკურად და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გულისხმობ ჩვენ ბლოკს ევროპული საქართველოს თავისუფალ დემოკრატებთან და ამ ბლოკის მიერ შალვა შავგულიძის კანდიდატურის დაყენებას.
ბატონ გიგა, მინდა გკითხოთ თქვენი მოთხოვნის შესახებ ევროპული საქართველოს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს, მე უკვე სხვა თემაზე გადავედი. რა პერსპექტივა აქვს ამ მოსვლას და იქნებ გითხრათ თქვენი ამოცანა რა არის კიდევ ერთხელ რისი მოსმენა, რაც არ მოგისმენიათ მეორე კი იბარებთ, მაგრამ ორი საკითხია. კი, ორი საკითხია. პირველი არის ის ჩემი აზრით აბსოლუტურად სამარცხვინო სპექტაკლი, რაც ვიხილეთ, როცა ის მოვიდა და გითხოვე კითხვებზე პასუხს ვერ გახსენებს, იმიტომ რომ შეიძლება წამოწდეს ისეთი რამე, რაც ცუდია თურმე ქვეყნისთვის, ნუ ახლა არ ვიცი როგორ უნდა რა დავარქვა ამას, არ ვიცი რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა, ანგარიშვალდებულების დარღვევა და ამ შემდეგ და ამის შემდეგ ჩვენ მეორე კომიტეტში დავიბარეთ და უნდა მობრძანდეს ვალდებულია კანონით რომ მობრძანდეს პასუხები გაგვცეს TBC ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე, ამ საქმეზე რომელმაც მთელ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ არ ახა როგორი დამოკიდებულებაა კანონის უზენაესობის მიმართ ივანიშვილის გუნდს, როგორ დევნის კონკრეტულ ბიზნეს ფიგურებს რაღაც мотивაციით, სადაც ლეგიტიმური ვერსიები გვაქვს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რა мотивაციით, როგორ იქცევა პროკურატურა, როგორ იქცევა ეროვნული ბანკი, ამაზე პასუხები უნდა გაგვცეს. ვალდებულია. მეორე საკითხია, რაზეც ჩვენ დავთანხმდით თავის დროზე, მისთვის რომ ფოკუსი ყოფილიყო TBC ბანკის საქმეზე, როგორც ყველაზე მწვავე საქმეზე ბიზნესთან დაკავშირებით დღეს საქართველოში, ეს გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მავნებლური გადაწყვეტილება ოცნების გუნდის, კერძოდ ეროვნული ბანკის შეეხება საბანკო რეგულაციებს, რომლებიც ხალხზე ზრუნვის საბაბით გაურთულა და გაუძვირა ყველა საშუალო კლასის წარმომადგენელ და არა მარტო საშუალო კლასის წარმომადგენელ ადამიანს უფრო გაჭირებულებსა ცხოვრება. გულისხმობ გართულდა მათთვის ესხის გამოტანა, ანუ ესეც იქნება საკითხი, რომელსაც იგივე იცის ალბათ მაყურებელთა ამაზე ბევრი გადაცემა, რომელიც საფინანსო სექტორს და მონაცემები არის კატასტროფული, რომ ამ რეგულაციებმა უბრალოდ ბიზნესაც დაარტყა და მომხმარებელსაც ორივეს ყველას დაარტყა და ისევ ამ ფსევდო ზრუნვის სოციალისტური ამ რაღაცა ვითომ ზრუნვის რო იცი რა თქვენ ვიღაცები თურმე არასდროს გათვლიან და ამიტომ არ უნდა გაკოტრდნენ და ამიტომ ყველას უნდა გაუძვირონ ცხოვრება და შეუქმნან პრობლემები. ამ საკითხებზეც ჩვენ გვაქვს მან მაშინ თქვა რომ თვის ბოლოს მექნება მონაცემებიო, ჩვენ დავალოდოთ თვის ბოლოს და ეხლა მობრძანდეს ერთ თემაზეც TBC ბანკზე, მის წვლილზე და მის შეფასებებზე ამ პოლიტიკის და მეორე თემაზეც ამ მავნებლური ბიზნესისთვის და პირველ რიგში ყველა მოქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებაზე გაგვცეს პასუხები. გასაგებია. გააქვთ ესეთი თანხმობა თუ ჯერ საკითხია მხოლოდ თქვენი მხრიდან დასმული? იცით რა არის ჩვენ როგორც მოგხსენეთ, ანაირ თანხმობა საჭირო არ არის. კანონის მოთხოვნაა ორივე შემთხვევაში ეს. აპრიორი რასაც გვეუბნებია რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ხო თანხმობა გვაქვსო. ეხლა უმრავლესობა თანხმობა გვაქვსო და ძალიან ბევრ თავს რო იქებენ ამ ახალი რეგლამენტით, რომელზეც ჩვენი შენიშვნები გვაქვს, იმიტომ რომ დავკარგეთ უფლება რომ პოლიტიკურმა ერთეულებამ მოვიწვიოთ, ხო? ისე და უკვე დაარღვია ერთხელ შენასაქმე. ჩვენ ვიხილეთ მაინც ამ რეგლამენტის სიკეთეები, რომ ხედავთ მინისტრებს პარლამენტში, პრემიერს იყო. იმასთან შედარებით, არა, გავიგე, ოღონდ პროცედურა არის ცუდი ჩემი აზრით და არ იძლევა შინაარსობრივი დისკუსიის კარგ საშუალებას, მაგრამ კი ბატონო, მე მივესალმები ყველა შემთხვევას, როცა პარლამენტი უფრო კარგად ასრულებს თავის ფუნქციას, ვიდრე ეს იქამდე იყო. ოღონდ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ჩვენ წაგვაქვს უფლება ბევრ უფრო ინტერაქტიული დისკუსიის. თუ გახსოვთ ეროვნული საქართველოს დისკუსიები, მაგალითად, მთავრობასთან, როცა ისინი მოდიოდნენ მთავრობის დამტკიცებისას, რო შეადაროთ, ხო? ამიტომ ძალიან დიდ გარღვევატკინო მე ვერ მოვნათლავ, იმიტომ რომ რასაც მთავრობა არ ასრულებდა, მიუსადაგეს მთავრობის ინტერესებს რეგლამენტი. მაგრამ რაც არის, იმას ვიყენებთ ჩვენ დემოკრატიული ოპოზიცია ვართ და ცუდია რომ პირველივე კვირებში ახალი რეგლამენტის სამუშაოების შენასაქმის მისმა დაარღვია რეგლამენტი, არ მოვიდა კომიტეტზე, მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აი ესეთ სამარცხვინო საქციელი შეიდინა, მოვიდა და კითხვაზე პასუხი არ გაგცა და თუ ახლა ასე აპირებენ გაგზავნებს, რა თქმა უნდა, ესეც იქცევა კარიკატურად ეს რეგლამენტი. ეს ჩვენი ამოცანა არ არის ევროპული საქართველოსი. ჩვენი ამოცანაა რომ ის პროცედურები, თუნდაც რომელზეც შენიშვნები გვაქვს, სრულდებოდეს პარლამენტში და ჩვენ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ამისთვის და ველოდებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რათა მათ საზოგადოებას გასცეს პასუხები ამ მწვავე კითხვებზე. გასაგებია, დიდი მადლობა გიგა ბოკერიას, ის ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა. რეკლამის შემდეგ ლევან ალაფიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვისაუბრებთ არასამთავრობოების მიმართვაზე და ამ მიმართვის ადრესატები ანაკლიის კონსორციუმი და საქართველოს მთავრობა.
ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად. ამ ინიციატივის ავტორი არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც საქართველოს მთავრობას და ანაკლის განვითარების კონსორციუმს მოუწოდებენ მოინახოს თანამშრომლობის ისეთი ფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ ანაკლის პროექტში სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატით. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობოები და კონსორციუმი საქართველოს არასამთავრობოები ცალკე კონსორციუმს, ცალკე საქართველოს მთავრობას თავაზობენ. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დისკუსია ანაკლის სტატუსის განსაზღვრისთვის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის. ანაკლის განვითარების კონსორციუმს მოუწოდებენ განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, გამჭვირვალობა, ანგარიშ ვალდებულება. ნახოთ, როგორ წარმოუდგენიათ ეს აი ამ მიმართვის ავტორებს, ასევე რა ეტაპზე ახლა ანაკლის პროექტის ბედი, ამასაც გეტყვით. მამუკა ხაზარაძემ Forbes-ის კვირასთან ინტერვიუში თქვა, რომ მიაყენეს რეპუტაციული ზიანი მათ და ინვესტორებს, დასვა შეკითხვა, საიდან იციან პოლიტიკოსებმა, რომლებიც TBC-ის საქმეზე განცხადებებს აკეთებენ, რა წერია პროკურატურის დაკითხვების ოქმებში. ასევე Forbes-ის კვირასთან ინტერვიუს ბოლოს ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიაში მიიწვია და თქვა, რომ ის ამ დრომდე ანაკლის პორტის ტერიტორიაზე ნამყოფიც არ არის. არ ვარ ნამყოფი ანაკლიაში, მაგრამ არ მგონია ეს ფაქტი პროექტის წარმატებულ განხორციელებას ხელს უშლიდეს, თქვა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ხაზარაძის მიპატიჟების პასუხად. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ის რომ ანაკლიაში ნამყოფი არ არის, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მიმართ უინტერესო დამოკიდებულებას არ ნიშნავს. თუმცა მაინც ისმის საკითხი, რომ ხომ არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაკლის განვითარების კონსორციუმის ჩანაცვლების საკითხი. სახელმწიფო მოძებნის სხვა ინვესტორს, რომელიც პორტისთვის დაფინანსების მოძიებას შეძლებს, ან ანაკლის პორტი შესაძლოა ასევე აშენოს სახელმწიფომ ოპერატორისთვის გადაცემის პერსპექტივით. ეს არის ის, რაზეც ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტში საუბრობდა, თუ კი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ახლა პირდაპირ ეთერში რაბედი ელის ანაკლის პროექტს, თუმცა ასევე საინტერესო იყო მამუკა ხაზარაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თავის მართლების რეჟიმში არის ჩაყენებული, რომ ისეთი რისკების წინაშე ვდგავართ, ციტატა მისი საკვირაო ინტერვიუდან, შეიძლება დავკარგოთ საერთაშორისო პარტნიორები, თუ ეს რიტორიკა გაგრძელდა, ძალიან ცუდი მის შეუქმნით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს. აღარ მინდა გავიმეორო ეს სიტყვა, მაგრამ ორკესტრი პოპულარული სიტყვა გახდა, შეტევა მოდის პოლიტიკოსების მხრიდან, პრაქტიკულად ბრალს გვდებენ, ან ბრალი წაგვიყენოს პროკურატურამ, ან საქმე დახუროს. ასევე ვერ ვაკეთებთ ფინანსურ დახურვას ანაკლის პროექტთან დაკავშირებით, ვამბობ, სამშენებლო პროცესი არ გაჩერებულა, კომპანია მუშაობს მთელი სიმძლავრით, ყველას მინდა უთხრა, რომ მოდი დავფიქრდეთ, რა რისკების წინაშე ვდგავართ, ვისაც ხვდებით უცხოელებს, პირველი კითხვა რა ხდება თქვენს თავს. მოკლედ, მამუკა ხაზარაძე ხსნის პრობლემებს, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ პროექტის გაჩერებას არ აპირებს და რომ ის ხელშეწყობის რეჟიმშია, თუმცა ფონი არის სულ სხვაგვარი ამ რეჟიმისთვის. ლევან ალაფიშვილი არის ახლა ჩვენი სტუმარი, ერთ-ერთი ხელმომწერია მიმართვისა, რომლის ადრესატიც მთავრობაც არის და ანაკლის კონსორციუმიც. იქნებ უფრო გასაგებად, რომ აუხსნათ მაყურებელს, რა არის თქვენი შეთავაზების არსი. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. შესავლისთვის უნდა აღვნიშნოთ ძალიან პოზიტიური რამ, რაც დღეს მოვისმინეთ და რომელიც შეეხება ანაკლის სამომავლობებს, მოდი ესე ვთქვათ, არა მხოლოდ კონსორციუმს. მხედველობაში მაქვს პრემიერის განცხადება, რომელიც დღეს დილით გაკეთდა და რომელმაც უკვე საჯაროდ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა ღიად თქვა, რომ ის არათუ პორტის, არამედ კონსორციუმის
მიმართ არის ნდობით პოზიტიურად განწყობილი და შესაბამისად კონსორციუმთან ერთად იგეგმება მის ასე ვთქვათ შემდგომ განვითარება ამ პროექტისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება იყო მით უმეტეს გუშინდელი ინტერვიუების მერე, საჯარო განცხადებების მერე, სადაც უკვე გადაიდგა ნაბიჯი გარკვეულწილად ასე ვთქვათ პოზიტიურ რეჟიმში საჯარო დებატების მძიმე დებატების ასე ვთქვათ სამუშაო რეჟიმში და პოზიტიურ რეჟიმში გადასაყვანად. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ არის რამაც მე ჩემი მეგობრებთან ერთად მე არ ვარ ასე ვთქვათ რაიმე გამორჩეული 30 ხელმომწერია სხვადასხვა ორგანიზაცია საკმაოდ ავტორიტეტული სამოქალაქო აქტივისტები საკმაოდ ღვაწლმოსილი ადამიანები რომელთათვისაც აქამდე ანაკლის პროექტი იყო არაპრიორიტეტული, ანუ ნაკლები ინფორმაცია იყო შესაბამისად აქედან გამომდინარე აი ამ სკანდალების ფონზე იქცა ის პრიორიტეტული იყო უბრალოდ შესაძლოა ნაკლებად ინფორმირებული ყოფილიყო ვინმე ამ შესახებ. სწორი აღნიშნეთ აბსოლუტურად და აქედან გამომდინარე მე თუ ხელმომწერებმა და სხვებმა რომლებიც ძალიან მრავლად არიან კიდევ დავიწყეთ ჩვენი რესურსით ასე ვთქვათ რაღაც ინფორმაციების მოძიება, შემდგომ ერთმანეთთან გაცვლა და აღმოვაჩინეთ რომ ბევრი რამ ისი არ არის როგორც საჯაროდ წარმოჩინდება ხოლმე, ხო? ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი კი გახლავთ რა არო. რეალურად ორივე მხარემ იციან რა ამ პროექტის შესახებ უფრო მეტი შეზღუდული არიან კონტრაქტით. კონტრაქტზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, ხო? და საბოლოო ჯამში ამ მნიშვნელობის პროექტი წარმოიდგინეთ, სადაც თავისი სირთულეები ბუნებრივია იქნება, მხარებს ესე ადვილად ასე ვთქვათ შეიძლება არ გამოუვიდეთ ყველაფერი, მაგრამ შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული. დღეს და სამომავლოდ ნახეთ როგორ მოცემულობას ვიღებთ რომ პოლიტიკური ორგანო მთავრობა და კომერციული ორგანო კონსორციუმი შებოჭილნი არიან რა კონფიდენციალობით მცირე გაუგებრობის შემთხვევაში კი საჯაროდ გამაგვთ ინფორმაცია და ერთი მხარე თუ მეორე მხარე თავის მართლების რეჟიმში საუბრობს ან წარმოაჩენს ასე ვთქვათ გარემოებებს ისე როგორც მისთვისაა ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ საჯაროდ წარმოჩინდეს უფრო უკეთესად, ხო სწორია? ამ შემთხვევაში დიდწილად მე მთავრობაზე ვსაუბრობ. ჩემთვის მაგალითად ასე ვთქვათ ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი რომ თურმე იმ კონსორციუმში სახელმწიფო თვითონ არის პარტნიორი, ეგრეთ წოდებული ოქროს აქცია თვითონაა და წარმოიდგინეთ ახლა მაყურებელმა რო წარმოიდგინოს პარტნიორი ედავება კონსორციუმს, მთავრობა ედავება კონსორციუმს, რაც უდიხარო კი, მაგრამ თუ კი ოქროს აქცია შიგნით გაქვს, თუ კი კონტრაქტი გაფორმებული გაქვს, აქამდე სად იყავი, ხო სწორია? ანუ როგორ ჩანს ყველაფერი ისი არ არის. რაც მთავარია, უმთავრესია ყველაფერი აქ არის რა რომ სამომავლოდ ჩვენ საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა მთავრობასთან და კონსორციუმთან ერთად, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი დღევანდელობა. ეს არ არის იმ მნიშვნელობის პროექტი, რომელიც დღევანდელ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ. ამ პროექტს აქვს მრავალი განზომილება და ყველა მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ჩვენი დღევანდელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მოგეთ რა ჩართულობა რა მასშტაბის, აი როგორ უნდა ჩაერთოთ გასაგებია თქვენ საუბრობთ რომ ორივე მხარეს არის რაღაც ტიპის ხარვეზები ამ პრობლემები. მომავალზე როდესაც ვსაუბრობთ, მოკლედ უნდა აღვნიშნოთ კონსტიტუციაში ეწერა სხვა სახელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ გეოგრაფიული არეალის დასახელება და მისი განსაკუთრებული სტატუსი კონსტიტუციაში იყო ის რა ქვია არაერთი წლის განმავლობაში, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცოდით არც ერთი პოლიტიკური ძალის მთავრობის განაცხადი რა მოიაზრება ამ სტატუსში, რა არის ეს ანაკლია, თუ გუში რაც ერქვა, ლაზიკა, ხო? რა არის? ანუ პირველი ჩვენი ასე ვთქვათ თხოვნა მიმართვა მთავრობისადმი არის რა? დავიწყოთ დისკუსია, როგორ წარმოგვიდგენია, რას ნიშნავს ანაკლის სტატუსი. თქვენ ანუ ხელმომწერები, არასამთავრობოები ჩართოს პროექტში, იმიტომ რომ ყველანი ხო ვერ ჩავერთვებით, სად უნდა ჩავერთოთ, ანუ მინდა რომ ტექნიკურად გასაგები იყოს თქვენი შეთავაზების ასი. შესაძლებელი იგივე ახალი რეგლამენტის პირობებში არაერთი ფორმატი შეიქმნას, თუ კი ამის საჭიროება იქნება, მთავრობის სისტემაშიც დროებითი კომისიების ფორმატები არსებობს, ასე რომ ეს ტექნიკურად მიღწევადია. შესაბამისად, ახლა როგორ იქნება წარმოდგენილი აქ სამოქალაქო საზოგადოება, მისი ასე ვთქვათ ჩართულობა. ეს შემდგომი საკითხია, მაგრამ ის რომ მიღწევადია, ეს დავას მგონი არ იწევს. მეორე ნაწილიც ამ ყველაფერში სტატუსი თავისთავად რა არის ანაკლია და მეორე თვითონ როგორ ვითარდება ეს ბიზნესი, როგორ აშენდება და
აწარმოებს ბიზნესს სამომავლოდ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მხოლოდ კომერციული ოპერატორის ასე ვთქვათ პასუხისმგებლობად დატოვება ესეთი მძიმე ტვირთისა გრძელვადიანი პერსპექტივაში არ არის სწორი. ეს არის კერძო საჯარო თანამშრომლობის პროექტი, რომელშიც ნახეთ თვითონ სიტყვა საჯარო, კერძო საჯარო თანამშრომლობა. ეს არ არის კლასიკური პრივატიზება, ხო? პრივატიზების შემთხვევაში სრულად რისკები იქნება თუ ყველა სხვა საკითხი არის შემძენზე. მაგრამ ეს არ არის ესე. სწორედ ამიტომ თუნდაც იგივე გარკვეული ცვლილებები, მათ შორის პოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის აი ესეთი გაუგებრობების დროს პირისპირო არ აღმოჩნდეს ბიზნესი, კომერცია და პოლიტიკა თავრობა პოლიტიკური ორგანოა. ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ მნიშვნელოვანი იქნება აი ამ ასე ვთქვათ მოცემულობის შეცვლა და იქ გაჩნდეს ზუსტად საზოგადოება. როგორი ფორმით სხვადასხვა შეიძლება იყოს და განცხადებაში ვინმე გამოგეხმაურათ თქვენი განცხადების შემდეგ? ბატონო გამოხმაურება გქონდა თქვენი განცხადების? დღევანდელი დღე ისეთი დინამიურია შესაბამისად ვერ ვაცრებ თორე პოზიტიური გამოხმაურება არის კონკრეტულს ვერ გეტყვით რომ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ განწყობა, წინაპირობები იმისა რომ ასე ვთქვათ ეს ორი საკითხი გადაწყვეტადი არის და ამით თვითონ მთავრობას, თვითონ კონსორციუმიც ისარგებლებს, იმიტომ რომ ეს ამ გზით სიარული უფრო მდგრადს გახდის პროექტს. იმიტომ რომ არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის, არც სხვა რისკების არ შეესიშინება არც ერთ მხარეს. ხაზარაძეს და ცქიტიშვილის ანაკლის სანაპიროზე სეირნობამდე დავიდა ლამის ეს თემა. სადღაც შუაში თქვენც რომ იყო, ყველამ ერთად რომ ისეირნოთ ანაკლის სანაპიროზე, ან შეხების წერტილი პირდაპირ კი არ ქონდეს, რაღაც ჯგუფი შეიქმნა, sadაც უფრო ღია რეჟიმში იქნება საკითხები წარმოდგენილი. აი, რაღაც შევეცადე უფრო ხალხურად ამეცნა. ყველა მოქალაქემ და არა რომელიმე ამ ჯგუფმა, ჩვენ შეიძლება ვთქვათ ინიციატორები ვართ, მხოლოდ და მხოლოდ ამას ხაზი უნდა გაუსვა. ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და რომელსაც ექნება სურვილი, ერთ-ერთი მაგალითი ვთქვით, რა თქმა უნდა, კონსორციუმის გადასაწყვეტია და კარგი იქნება თუ კი ამაზე იმშელებენ და მოხდება აქციების გამოშვება, მაგრამ სხვა მექანიზმები შეიძლება ასე ვთქვათ მოვიფიქროთ. თავარია რომ ეს ორი სუბიექტი ხელი ჩაკიდებული ზღვის სანაპიროზე მარტო კი არ იყოს, ხალხთან ერთად იყოს და შესაბამისად ხალხთან ანგარიშვალდებულება ბიზნესისა და მთავრობისა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის მდგრადი განვითარებისთვის. არა მხოლოდ ანგარიშვალდებულება, არამედ პასუხისმგებლობის გაზიარებაც კი. ესაა მნიშვნელოვანი. გასაგებია, დიდი მადლობა ლევანს, რომელიც დღეს ერთ-ერთი ხელმომწერი იყო ინიციატივისა, რომლითაც ისინი ანაკლის კონსორციუმს და მთავრობას მიმართავენ. დღის ამბები დღეს დასრულებულია. საღამოს გელოდებათ ხალხის პოლიტიკა ვახოს ანაიასთან ერთად. რამდენიმე წუთში კი TV პირველის 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვება. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით 2-ზე და 4-ზე. ნახვამდის.